Hi guys. ვიცი რომ მოგენატრეთ. ხოდა დღეს გადაწყვიტე რომ გადამეღო vlog-ი. ან დამეწყო vlog-ის გადაღება ყოველ შემთხვევაში. I know you miss me. I know you miss me. I know it. და რა თქმა უნდა ჩემი კამერა არის ისე ძალიან დამჭდარი და დიდი ალბათობით 5 წუთში გამოირთვება. ხო. რატო არ ვიღებდი ვიდეოებს? არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით მაქვს. არ ვიცი ალბათ, იმიტომ რომ როდესაც არხზე არ მიმატება ხოლმე რაღაც გამომწერები რაღაც შემდეგ ძალიან ვსევდიანდები ამ ფაქტზე და ფიქრობ ხოლმე რომ ხატიანურისთვის აკეთებ ამ ყველაფერს და ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ საერთოდ ყველა სოციალური ქსელი გავაუქმო და ყველაფერს მოვცილდე, მაგრამ თან ეგეც არ შემიძლია, ასე რომ ეს არის რაც არის მოკლედ. და თან ზოგჯერ ძალიან მინდა რომ გადავიყო რაღაცები, რა ვქნა. თითქოს ჩემი მოწოდება აქ რაღაცები უნდა გადავიყო. არ ვიცი, საუკუნეა ველოდები ამანეთის ჩამოსვლას, იმიტომ რომ გამოვიწერე ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მინდოდა და თან ჩემი ზომა და რომ გამოვიწერე, მოკლედ ეგრევე ამოიყიდა. და სპეციალურად მხოლოდ ესპანეთში იყო ჩემი ზომა, ეს ფეხსაცმელი და ესპანეთიდან გამოვიწერე. საქართველოში ბევრ კომპანიას ესპანეთიდან არ ჩამოაქვს ამონათები და ერთ-ერთი იყო ინექსი, რომელსაც რა ვიცი, მგონი ყველა ქვეყნიდან ჩამოაქვს და მეორე იყო კიდევ რაღაც კომპანია, რომელიც არ ვიცი, მოკლედ არ ვენდე ამას. ხო და მოგიყვებით აი ამ ჩემი იმედგაცრუების ისტორიას. მეთქი ვცდი ინექს მაინც როგორი იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, დიდი კომპანია საკმაოდ და უბრალოდ რატო არ წავიკითხე კომენტარები და საერთოდ ყველაფერი ვიდრე ამ ნიუზს გამოვიწერდი, მაინტერესებს. იმიტომ რომ საქართველოში ჩამოვიდა 28 რიცხვში, ოკეი, 2 კვირა გავიდა. 2 კვირა მოჰქონდათ, ანუ ჯერ 2 კვირა არ სჭირდება, რა ვიცი, რა თუ უნდა ამდენი ხარი, ხო? მე ჩამოვიდა 28 რიცხვში. და მომდის მესიჯი, რომ ანუ დეკლარაცია არასწორად გაქვთ შევსებული და საბაჟზე გაჩერდა ნივთი, როცა სწორად ქონდა დეკლარაცია შევსებული და პლუს ფაიდის მქონდა ატვირთული, ანუ ინვოისი. ხო და ოკეი. ამ ყველაფერზე ინექს წერა აბსოლუტურად ყველგან, მეილიც მივწერა Facebook-ზე, ყველგან მივწერა და ანუ რეაგირება არსად არ აქვს საერთოდ და არსად არ ჰქონდათ უბრალოდ. ჯერ ერთი რომ AI-ის ჩატი ბოტი წერს ყველაფერზე პასუხს, თვითონ არც პასუხობენ. და ანუ არსად არ გპასუხობენ საერთოდ. ხო და შემდეგ მომდის მესეჯი რომ ოკეი, საბაჟოდან გადავიდა სადღაც და მიმდინარეობს ამანათების დახარისხება. ანუ ერთ კვირაზე მეტი ალბათ რაც ამანათებს ახარისხებენ და საბაჟოდან ერთ კვირაზე ერთი კვირა რაში სჭირდება რომ ამანათი მივიდეს ფილიალში, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ კამიქსით როცა ვიწერ ხოლმე, აი საბაჟოდან პირდაპირ ნაწილდება, ანუ ფილიალში და ანუ საბაჟოს რო გაივლის ხოლმე რაღაც 2 საათში ნივთი მაქვს ხოლმე ადგილზე. ხო და ანუ რა თუნდა მართლა ერთ კვირაზე მეტი რომ ეს ამონათები გადანაწილდეს, აი არ ვიცი და ფაქტობრივად გამოდის რომ ამანაც ელოდები თვენახევარია, შეიძლება 2 თვეც. და შემდეგ გადავიკითხე სხვა ადამიანების კომენტარებიც და არავის ამონათები არ ჩამოსდის ან ადგილზე რომ მიაქვთ იქ არ უსახავენ ამონათებს და მოკლედ ყოფილა საშინელი კომპანია და ეს იყო ჩემი პირველი ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ბოლო, ანუ აღარასდროს რაც არ უნდა მინდოდეს ამ კომპანიიდან არ ჩამოვიდა ნიუზ და თქვენც იმავეს გირჩევთ რომ იგივე მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. აი კოშმარი და თან ყველაზე ცუდი ის არის რომ როდესაც რეკავ არავინ არ გპასუხობს, როდესაც მესეჯს წერ არავინ არ გპასუხობს არც ერთ პლატფორმაზე საერთოდ. და ანუ ასეთი რაღაც კომპანიამ რო გააკეთო, არ შეიძლება უბრალოდ. ხო და ჩემ ფეხსაცმელს ველოდები იმდენი ხანია და ყოველ წუთს ვარეფრეშებ და მომეწევ მეთქი ხო არ ჩამოვიდა და არა უკვე საუკუნე გავიდა რაც რა ვიცი ამ ამანათებს ახარისხებენ. მგონი რომ ხა ივნისი კი არ არის ახლა არის გაზაფხული, იმიტომ რომ ერთი რომ გრიპი მაქვს, რატო ამ ზაფხულში რატო გადაწყვიტა ჩემმა ვიცი რატომ გადაწყვიტა და ბუნებამ რატომღაც
გრიპი მაჩუქოს საფხულაში საჩუქრად. ასევე ყელი მტკივა და ცოტათი ხმად შეცვლილი მაქვს. ყველაფერი ერთად მჭირს მოკლედ. თან რაღაც ალერგიასავით მაქვს ახალზე რაც ძალიან არ მომწონს იმიტომ რომ რაღაცები მაქვს წვრილ-წვრილად და ხა არ მეტყობა იმიტომ რომ კონსილერი მისვია. ასევე ფრჩხილი მომტყდა და აი ჩემი ფრჩხილი არის დასიებული და სოდიან წყალში ვყოფ ხელს რომ ცოტათი გამომიკეთდეს იმიტომ რომ აძირში მოტყდა რაღაცნაირად როგორღაც და არც ვიცი ეგ როგორ ამოვიჭრა ან რა ვუქნა და იმედია რომ არ გამირთულდება. მგონი შედარებით უკეთესად არის ვიდრე გუშინ იყო. Also I have a period so I am მოკლედ ყველაფერი ერთდროულად მჭირს და მეზიზღება. ასევე არ ვიცი წინა ვიდეოს გადაღება როდის დავიწყე, მაგრამ ჩემი ამანათები კიდევ არ არის ჩამოსული, ამანათები რა ამანათი ფეხსაცმელი რომელიც გამოვიწერე და ინექსი კიდევ უფრო მეზიზღება, ვიდრე მეზიზღებოდა წინა დღეებში. იმიტომ რომ დღეს არის უკვე 7, ჩამოვიდა ეს ამანათი 28-ში, საბაჟოზე იყო 28-ში და ხა არის 7 და წარმოიდგინეთ, ჯერც არ მიუტანიათ ფილიალებში. ანუ მეზიზღებიან, მართლა მეზიზღებიან. არასდროს არ გავეკარები ამ კომპანიას. ჩემი კამერა დატენილია, ასე რომ ახლა შემიძლია რომ დიდი ხანი ვილაპარაკო. ხა და ყველას ხო გაინტერესებთ ხოლმე unboxing-ები და რაღაცეები და ტანსაცმელი. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ გაინტერესებთ და დღეს გაჩვენებთ თუ ბოლო პერიოდში რა შევიძინე. And vintage shop. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მიყვარს მებში ყიდა ვინტაჟური ტანსაცმელი და საერთოდ ვერ ვჩერდები რომ უბრალოდ არ წავიდე და რამე არ ვიყიდო, ანუ არ შემიძლია. So, მაისურებით დავიწყებ პირველი. ხალხო, ესეთი რამე გინახავთ, ზუსტად ახლა ხო ვლაპარაკობდი ინექსზე და ახლა მივიღე მესიჯი, აი რომ თქვენი ამანათი ჩამოვიდაო. ანუ ამ წამს რომ ფილიალში და შეგიძლიათ გაიტანოთ. What? What the fuck was that? What the fuck was that? Oh my god, I'm so happy. Okay. გამოვიძახებ და გავაკეთებთ ჩემი ფეხსაცმლის unboxing-ს. I'm so happy. Okay. პირველი მაისური არის ეს, რომელიც ალბათ ნახე იქნება თუ Instagram-ზე მოვყვებით. So, it looks like that. ეს ფერი ძალიან მომეწონა და ამის გამო ვიყიდე და ზუსტად ის დგომა აქვს, რაც მე მიყვარს მაისურებში. ძალიან კაი ფერია, ძალიან ლამაზია ხო და მომეწონა და შემდეგი ასევე არის შარვალი, რომელიც მაცვია, უბრალოდ აქ არ ჩანს და მოდი ისევ ზავა გამოჩნდეს. იმედი მაქვს გამოჩნდება. მოკლედ ეს შარვალია, რომელიც მაქვს დიდი, იმიტომ რომ ძრება წელში ძალიან დიდია. ანუ ნახეთ წელში რამ ხელა. მაგრამ ანუ უკანეს ძალიან საყვარელია. ფერია იდეალური, აი ძალიან მომწონს. უბრალოდ ცოტა ის არის დიდი. ხადაი ზუსტად ჩემი სტილია და ეს არის რაც მიყვარს და არ ვიცი რა გავუკეთო ამას. აი ძალიან მომწონს რა ვქნა. ახლა თან გამოვიძახებ ამანაც რომ მალე მოვიდეს და მალე გავაკეთოთ ამ. შემდეგი არის ეს პოლოს მაისური, პოლო Ralph Lauren-ის მაისური, რომელიც ძალიან გამიხარდა რომ აღმოვაჩინე, იმიტომ რომ პოლო ძალიან მიყვარს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი არის პოლო Ralph Lauren-ი. სხვა შორის ხშირად ერევათ ხოლმე ადამიანებს Ralph Lauren-ის პოლო და USA პოლო არის. Ralph Lauren-ის პოლო არის ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ბრენდი და ანუ ბევრად უფრო მაღლა დგას და ბიუჯეტური ბრენდი არ არის, როგორი ბიუჯეტურიც არის USA პოლო და მათი ისინი ძალიან გავს ერთმანეთს და ხა და Ralph-ის პოლოს რომ ავლობ ხოლმე სადმე ყველაფერს, აი სულ რომ რაღაც დიდი ზომა იყოს და უშუალებელი მაინც ყიდულობ ხოლმე და ეს თან ჩემი ზომა რომ აღმოვაჩინე, თან ძალიან კაი ფერია და კარგი ხარისხია და ულამაზესი ვარდის ფერია. ძალიან გამეხარდა და დგომა ესეთი აქვს ზუსტად როგორიც მინდა რომ იყოს.
და ბოლო არის ეს დაბალწელიან შარვალს, ბრიჯს, რაღაცას ყოველთვის ვეძებდი. ამ კამერაში ესეთი მსუქანი ვშარვალ, გადაღების ის მე კარგი აბსოლუტურად სულ ვერა. ხა და ვიპოვე ეს ულამაზესი შარვალი, რომელიც არის ზუსტად ისეთი როგორც მინდა და დაბალწელიანი. და ვფიქრობ, რომ აი ამ ფეხსაცმელს ძალიან უხდება და ძალიან საყვარელი ლუკია მთლიანობაში ეს აი ზუსტად ისეთი როგორც მომწონს და ძალიან კაი შარვალია და ძალიან მომწონს. ხა და ესეთ შარვალებს ვეძებ ხოლმე და მოკლედ ვერ პოულობ და ძალიან მიხარია რომ ეს ახლა მოვაჩინე. ეს იყო ჩემი ბოლო დროის vintage shopping items. So yeah. და კიდევ შემდეგ შემოგთავაზებთ მალე. დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვყიდულობ. Also, მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ჭირეთ subscribe relax please. და დალაიქეთ ვიდეო. მოკლედ ჩემი ფეხსაცმელი მოვიდა. ხა და ეხა გავხსნათ როგორებია. I love this. მასიმაროეს შეაყოლებს ამას და შიგნით თარგდია როგორც ზარას აქვს ხოლმე, ეგ ძალიან მომწონს. Oh my god. ყურეთ უბრალოდ რა ლამაზია. ულამაზესია. ანუ ღმერთო. ულამაზესია. ზუსტად ჩემი ზომა. ძალიან ლამაზია და ძალიან მიხარია. ჩემმა ერთ-ერთ მონასტრში მითხრა ძილის და სწორების დადების გარდა რამე საკეთებო და კი, შოპინგობ. And also I am just creating these stupid videos on YouTube. That's no one is watching. ურეთ რა სილამაზეა, ანუ არ შემიძლია, უკომფორტულესია. ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის რომ აი აქ ანუ ესეთი დიდი არ ყოფილიყო ეს წინა მხარე და უფრო მოკლე იყოს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. იდეალური ზომა არის ქუსლის, მგონია რომ ძალიან კაია. და ანუ ძალიან მომწონს რა გავაკეთო, აი ულამაზესია მართლა. და უკომფორტულესია ხალხო, ანუ ისეთი კომფორტულია რომ ვერ გეტყვით. შეგიძლიათ რომ სადაშქროთ წახვიდეთ ამით. ძალიან ლამაზია მართლა. ეს შარვალი. ვაიმე რა მხელა ჩანს ამ კამერაში ღმერთო ჩემო. ეს შარვალი მაქვს უდიდესი თან ანუ მძვრება ეკრება. რამეს უშველი არა უშავს. ხა და ჩემს ოთახს მოავლეთ უბრალოდ თვალი რას გავს. ხატია. Wow. Okay, I'm so happy. Now I'm happy, really. I'm just so happy. მოკლედ გარეთ უნდა გავიდე და გაჩვენებს თან რამაცია. ეს Capri's არ ვიცი ოღონდ მიხდება თუ არა. Ballerinas და ეს მოდან ეს ჩანთა რომელსაც აი აქ რაღაც დეტალი დავამატე და რა თქმა უნდა ჩემს ეთვალება. მაგრამ ეს Capri's აზე არ ვარ. I don't know. მაგრამ არა უშავს რა. მაინც ხოც წუთით მივედი. სალონში ასე რომ let's go. ანუ მკიდია. რაც არის.
მოკლედ ეს ინსტან ხო დაემატა ინსტაგრამზე. ხოდა ადამიანებს აქვს საშუალება რომ ყველა სისულელე საერთოდ გააზიარონ თავის საკუთარი ცხოვრებიდან. ინსტანტზე მე ბევრს არ ვტვირთავ, ძალიან ცოტას ვტვირთავ, რომ მართლა ყველაფერი არ გავაზიარო ჩემი ყოველი წუთი. მიუხედავად იმისა, რომ close friend-ებში საერთოდ ყველაფერს ვაზიარებ და ყველა სისულელეს ვტვირთავ და არ ვიცი, გადაობებს ვაზიარებ, ხან რაღაცებზე ვლაპარაკობ გამუდმებით და რაღაც, ამ ინსტანტზე მაინც სხვანაირად ხდება და რაღაც გინდა რომ ყველაფერს გადავუღო საერთოდ ანუ ან ფოტო და რაღაც და რაღაც. ახლა თან მომწონს ეგ, თან არ მომწონს რაღაცნაირია. I don't know. იმიტომ რომ დილით რომ ხსნი ხოლმე იმას ინსტაგრამზე მესეჯებში გადავდივარ და ეს ინსტანტები იქვე არის. ანუ დილით არის ეს უამრავი და ვაწვევი და არ ილევა და თან ანუ ისე იღებენ ამ ინსტანტებს რომ ანუ ყველა აი წარმოიდგინეთ ეს სახეა და აი 365 გრადუსით არის 1-20 ფოტო გადაღებული. ეგრე არ ვიღებ კიდევ კარგი მართლა იმიტომ რომ ცოტას ვტვირთავ მაგ იმაზე, მაგრამ რაღაცებს ვიღებ ხოლმე მანდას და ვტვირთავ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა მაქვს ობსესია იმის რომ უბრალოდ გადავიღო ბევრი ფოტო, ბევრი ვიდეო და ავტვირთო საერთოდ ყველაფერი. და შემდეგ შევამოწმო ურთიერთობა, რომელიც რაღაც 6 წლის წინ 10 წლის წინ მქონდა, იმან ხო არ ნახა, ან ჩემო situationship-ებმა ხო არ ნახეს, ან რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ უბრალოდ მაგაზეც ძალიან ჩაციკლული ვარ, მაგრამ ზოგჯერ არ მაინტერესებს. ასე რომ რა ვიცი, თან კაი რაღაც არის აქ ძალიან. იმიტომ რომ ვხედავ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანის მაგაზე ფოტოებს. მოკლედ არ ვიცი საინტერესო ვლოგი იყო თუ არა, იმიტომ რომ ვლაპარაკობ და არ ვჩერდები. ზოგჯერ ეგეთი ვარ უბრალოდ რომ მინდა რა ბევრი ვილაპარაკო და არ ვჩერდები და ესეთი კადრები არ იქნება ამ ვლოგში, მაგრამ არა უშავს. So გამოიწერეთ არხი. ამ წუთას გავიგე აივანზე რაღაცის გატეხვის ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სატრუფი და ჭიქა გადყდა, იმიტომ რომ დამრჩა. მე რამდენად? Okay, მოკლედ. გამოიწერეთ არხი და კაცნით ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და კომენტარებში დამიწერეთ მოგენატრეთ თუ არა.